ახლაშა შორს მუსიკისგან მინდა გითხრა და ფიზიკურად ერთად შემოგვიერთდა ლაშა გამარჯობა მივესალმებით კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოკლედ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი წამყვანი საფეხბურთო კლუბი სხვადასხვა ასე ვთქვათ ბიზნესს სტუმრობს ჩვენს ქვეყანას და ეს რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ ახალთაობას ეძლევა ბევრად მეტი შესაძლებლობა, ვიდრე ეს ქონდა წლების წინ. დღესაც ერთ მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. სპორტინგი რამდენად უყვარს ქართულ გულშემატკივარს, ამას საუბრით თავს არ შეგაწყეთ. ქოჩორას გადამკიდე, გავხდით მოკლედ პორტუგალიელების გულშემატკივრებიც და რონალდოს გადამკიდე სხვათა შორის მინდა გითხრა კრისტიანოს გულშემატკივრების სპორტინგი. რონალდომ დაიწყო, მაგრამ ჩვენ მაინც უფრო სხვანაირად შევიყარეთ მას შემდეგ, რაც ქართველმა მოიგო სპორტინგის მაისური და სწორედ სპორტინგის კემპი უნდა ესტუმროს ძალიან მალე ჩვენს ქვეყანას. საფეხბურთო კლუბ რუსთავის ინიციატივით და რუსთაველი ჯგუფის მხარდაჭერით საქართველოს პირველად უმასპინძლებს სპორტინგის კემპს 3-დან 7 ივნისის ჩათვლით გაიმართება ეს შეკრება. თამარ ჯავახიშვილი პროექტის ხელმძღვანელი და ბაქარ ადამია პროექტის მენეჯერი არიან დღეს ჩვენი სტუმრები. შუადღე მშვიდობის მოგესალმებით. მოკლედ სასიხარულო ამის გარშემო შევიკრიბეთ და კიდევ ერთ სიახლე უნდა ვამსროთ მაყურებელს. ვისაუბროთ ამ პროექტზე, თამარ ალბათ თქვენ გარდა დავიწყოთ პრო. სწორი იქნება, საიდან გაჩნდა იდეა როგორ მოვედით აქამდე, იმიტომ რომ სპორტინგი რაღაცნაირად ძალიან ისეთი ჩვენი გუნდი გახდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და ქართულმა ფეხბურთის კომაგმა ძალიან შეიყვარა. კი ბატონო, მოგესალმებით. ეს მადლობა მოწვევისთვის, ეს ჩვენთვის შესაძლებლობა არის ჩვენს გულშემატკივარს და ფეხბურთის მოყვარულებს გაუზიაროთ ახალი სიახლე. 3-დან 7 ივნისის ჩათვლით ქალაქი რუსთავი უმასპინძლებს სპორტინგის საერთაშორისო კემპს და მსოფლიო დონის მწვრთნელები გაუზიარებენ ჩვენს მონაწილეებს სპორტინგის მეთოდოლოგიას და სისტემას. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ სისტემამ ზუსტად აღზარდა ესეთი მსოფლიო დონის ფეხბურთელები, როგორც არიან კრისტიანო რონალდო, ნანი ფიკუ და სხვა. დავიწყებდი ალბათ. საკმარისია ეს სამი სახელი. ამით შეგვიძლია რომ დავასრულოთ ჩამონათვალე. ნამდვილად. საიდან წამოვიდა ეს იდეა, რა არის ჩვენი მიზანი? დავიწყებდი ალბათ. და რუსთავში პირველად ტარდება, ხო? როგორც მანამდე ვისაუბრეთ, უმეტეს შემთხვევაში თბილისი მასპინძლობს ხოლმე და კარგია რომ თბილისსაც გაცდა ეს საფეხბურთო საზღვრები გავზარდეთ, მოკლედ. მჭიდრო კავშირშია ჩვენ საფეხბურთო კლუბ რუსთავთან. აქედან წამოვიდა ეს იდეა. საერთოდ რა არის ჩვენი მიზანი? საფეხბურთო კლუბის ინიციატივით მოხდა ამ პროექტის გეგმარება. მინდა აქ ხაზი გაუსვა ჩვენი კლუბის პრეზიდენტს ბატონ მამუკახელაიას, რომელსაც უდიდესი ღვაწლი და წვლილი მიუძღვის ამ კლუბის განვითარებაში, ასევე ჩვენი კლუბის დირექტორს ვაჩანა ცხადაძეს. ჩვენ ყველა ვნახეთ შესანიშნავი შედეგები, როდესაც კლუბი იყო მეორე ლიგაში და იყო ფაქტორად ბოლო ადგილზე და გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში. დღესდღეობით შესაძლებლობა გვაქვს, რომ ვიასპარეზოთ 10 საუკეთესო გუნდს შორის ეროვნულ ლიგაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი და მისია არის საქართველოში შევქმნათ მომავალი, ხელი შეუწყოთ ფეხბურთის განვითარებას, ასევე აღზარდოთ ისეთი დონის კადრები და ფეხბურთელები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, ქალაქ რუსთავში უახლოეს მომავალში იგეგმება საერთაშორისო დონის აკადემიის გახსნა, სადაც ნიჭიერი ბავშვები შეძლებენ ამ მთლიანად ნიჭის გამოვლინებას და პოტენციალის გამოვლინებას და ჩამოყალიბდებიან პროფესიონალებად. თან ქართული ფეხბურთი რაღაცნაირად პორტუგალიურთან ძალიან ახლოს არის, თავის ხასიათით, თავის თამაშის სტილით და ალბათ კიდევ უფრო მარტივი იქნება ჩვენთვის ადაპტაცია და პირველი ნაბიჯების გავლა. რატომ სპორტინგი? იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა წამყვანი კლუბი თქვა სთავაზობს თავის მომხმარებელს სხვადასხვა არჩევას. რატომ გაკეთდა აქცენტი სპორტინგს? კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენ მაყურებელს, მოგესალმებით და ძალიან მარტივია ამ კითხვაზე რა პასუხი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს. ერთ-ერთი რაზეც ვისაუბრეთ, ხა ანუ მარტო კრისტიანო რონალდოს გაზრდილი აკადემია, გამზრდელი აკადემია აქ ყველაფერს ამბობს. ამის შემდეგ გახდა ქოჩორაზე როგორც ვისაუბრე, ჩვენთვის ძალიან დაახლოვდა და ძალიან ახლობელი კლუბი გახდა სპორტინგი. მაგრამ რაც შეეხება მთავარ მიზანს, ეს იყო რომ მეთოდოლოგია, რომელიც აქ სპორტინგს და ზოგადად პორტუგალიურ გუნდებს ყველაზე ახლოს არის ქართულ მოდელთან და ჩვენ ალბათ სწორება ქართულმა კლუბებმა ყველამ უნდა ავიღოთ სწორება აი მათ პორტუგალიური გუნდების მსგავს გუნდებზე ესე ვთქვათ რა. ერთ-ერთი არის სპორტინგი, რადგანაც მათი მეთოდოლოგია
ესე ვთქვათ, ისინი არ არიან საფეხბურთო დიდი გრანდები და ვერ უწევენ კონკურენციას და უშუალოდ შეიძლება რეალს და ბარსელონას და ესეთ გუნდებს, მაგრამ მათი მთავარი მიზანი არის, რომ ეს ნიჭიერი ფეხბურთელები, არა მარტო როგორც პორტუგალიას აღუზარდონ, კი ბატონო, თამაშები ვიწმერებ ხნის საფეხბურთო ამბებს. აფრიკელები უამრავი რა მთელი მსოფლიოდან იქ იზიდავენ ამ ნიჭიერ ბავშვებს, ესე ვთქვათ, ზრდიან და შემდეგ მათ უკვე უშვებენ გრანდებში და ყველაზე ესე ვთქვათ ტოპ 3-ში შედიან ალბათ პორტუგალი, ბენფიკა, სპორტინგი, მაგ მხრივ რომ ყველაზე მეტი ტალანტი ყავთ გაზრდილი და შემდეგ ეაძლევენ გრანდებს რა, რაც ძალიან დიდ თანხებს გამოიმუშავებენ საკუთარი აკადემიიდან გაშვებული ბავშვები. მათი ბიუჯეტის მთავარი შემადგენელი, აი პროცენტულად რო ავიღოთ, ეს მას უჭირავს დიდი ბიუჯეტი და რუსთავის მოგეხსენება ძალიან სპორტული ქალაქია ზოგადად, აი ყველა სპორტში, ყველა სახეობაში ძალიან დიდი და ძლიერი სპორტსმენები ყავთ და ფეხბურთიც არ არის გამონაკლისი და რუსთაველი ფეხბურთელები არიან, იგივე კიტეიშვილი რუსთავში გაზრდილია, ეხაც თამაშობს ნაკრებში და ერთ-ერთი ლიდერია და ძალიან ბევრ ახალგაზრდას მიეცემა რუსთავში იმის შესაძლებლობა, რომ სწორი მეთოდოლოგიით, გამოცდილი მწვრთნელებით, გამოცდილი სისტემით მიიღოს ეს განათლება და სწორად გადადგმულ პირველ ნაბიჯებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მომდევნო წლებში რამდენად წარმატებული იქნება ამა თუ იმ სპორტსმენის ინტერესი ძალიან დიდია ქალაქ რუსთავში 3000-ზე მეტი დარეგისტრირებული ფეხბურთელია ჩვენ საფეხბურთო სკოლაში რუსთავში 5000-ზე მეტი ბავშვი არის ამიტომ აქედან გამომდინარე ინტერესიდან გამომდინარე ჩვენი მიზანია რომ ხელი შეუწყოთ ამ ახალგაზრდებს განვითარებაში ბატონო თქვენ ახსენეთ აკადემიის გახსნა ვიცი რომ კემპი არის პირველი ნაბიჯი მანამ სანამ მივალთ აკადემიის გახსნამდე თუ გაქვთ წარმოდგენილი დაახლოებით რა პერიოდში შეიძლება ელოდოს ქართული ფეხბურთის ამომავალი პატარა ვარსკვლავები სპორტინგის აკადემიას. კი, როგორც აღნიშნეთ, ანუ თუ ყველაფერი წავიდა გეგმის მიხედვით. რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნეთ, აკადემიის გახსნისთვის აუცილებელი პირველი ესე თქვა ნაბიჯი არის კემპი, კემპის გარეშე არ ხდება ეს მოვლენა. ამის შემდეგ უკვე გარკვეული დრო ჭირდება თანამშრომლობას, რათა მეორე მხარემაც დაინახოს, რომ ვისთან აქვს საქმე, როგორ ხალხთან, როგორ პროფესიონალებთან. შესაბამისად, ჩვენ არის თუ არა მოთხოვნა იმ რაოდენობისაც მათ ჭირდება. და შემდეგ და ჩვენ ვარაუდობთ, რომ ეს არ არის ძალიან გრძელი პროცესი. ამის შემდეგ შეიძლება მეორე ნაბიჯიც იყოს უფრო მასშტაბური რაღაცა ღონისძიება, კემპის მსგავსი ასე ვთქვათ და შემდეგ თანამშრომლობა გაგრძელდეს უკვე აკადემიის სახით. ჩაგეკითხებით, რა ასაკობრივ კატეგორიას ექნება საშუალება, რომ ისარგებლოს აი ამ პროექტის ფარგლებში? 6-დან 16 წლამდე. უბრალოდ აი მნიშვნელოვანი მომენტი ესე ვთქვათ არის ის, რომ ჩვენ თვითონ აი თაკომახსენა ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობა ბატონი მამუკა იგივე ჩვენი დირექტორი ბაჩანა მათი ხედვა არის ის რომ ანუ რუსთავში თუ და ზოგადად ქვეყანაში თუ არ განვითარდა ბავშვთა ფეხბურთი და არ შეიქმნა მაღალი დონის აკადემიები ჩვენი მიზანი არ არის რომ მხოლოდ ლოგო და სპორტინგის ეს ვთქვათ ფორმა ჩავაცვათ ბავშვებს. აქ რაც მნიშვნელოვანია თავიდანვე ჩვენი ხელმძღვანელობიდან მოთხოვნა იყო რომ მეთოდოლოგია დაინერგოს ჩვენი მწვრთნელები აქ იყვნენ დაქვემდებარებული რაღაც ეტაპზე პორტუგალიელი და სპორტინგის მწვრთნელებთან და შემდეგ ასევე მოხდეს მათი გაგზავნა რაღაც რამდენიმე თვიანი სტაჟირები და იქ მიიღონ ის გამოცდილება რომელიც მე უნდა მოახმარონ ამ აკადემიას და ქართულ ბავშვებს. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვისაუბრეთ რომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი საფეხბურთო კლუბის კემპი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, რაც რა თქმა უნდა ძალიან გვახარებს. რა გამოარჩევს თქვა სპორტიკის კემპს სხვა კლუბის კემპებისგან? აი რა არის თავარი ასე ვთქვათ მომენტი რის გამოც ღირს კემპში მონაწილეობა? ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ნუ აღნიშნეთ თქვენ ერთი ესე ვთქვათ და რომ პირველად ტარდება რუსთავში ზოგადად და თბილისის გარეთ იშვიათია მე არც მახსენდება თუ სწორად მახსოვს შეიძლება ვწდები მაგრამ ძირითადად თბილისში და ეხლა რუსთავში და შესაძლებლობა აქვს განსაკუთრებით რუსთავის ბავშვებს და გარშემომყოფ ასე ვთქვათ ქალაქებიდან თუ რეგიონიდან სოფლებიდან და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენი კემპის დასრულებისთანავე გამოვლინდება ორი საუკეთესო ასე ვთქვათ ფეხბურთელი რომელიც ერთკვირიან ესე ვთქვათ შეკრებაზე გაემგზავრება პორტუგალიაში და უკვე ადგილზე შესაბამის ასაკობრივ გუნდში საზაფხულო კემპი ქართველები არჩევენ თუ პორტუგალიელები ეს იქნება შერეულად რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენი მხრიდანაც იქნება ამას დააფინანსებს და კიდევ ცალკე მადლობა მინდა უთხრა
ქალაქ რუსთავის მერია და მერს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოუხდა კალბატონინოს. მარტო ბავშვზე არ არის, რა თქმა უნდა, იქ ბავშვებს მშობელი სჭირდება რო გაყვეს და გარკვეულ ხარჯებთან ამ ყველა ხარჯს მოკლედ იღებენ საქართველოსზე და რამბოლოდ მისამონენი ორი ესე ვთქვათ ბავშვი იქ ადგილზე გაიცნობა როგორც საწვრთნელ პროცესის ენახავს სპორტინგის მოედანს, ბაზებს და მთელი ინფრასტრუქტურას და უფრო შიგნიდან დაინახავს მათ სამზარეულოს, რაც ძალიან დიდ გამოცდილებას შეძენს მათ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ძალიან კარგი. მაშინ კიდევ ერთხელ გავაცნოთ მაყურებელს, როდის იწყება, როდის უნდა იყვნენ თავად მშობლები მზად, რომ ბავშვების რეგისტრაცია მოასწრონ და დაველოდოთ მე უკვე შედეგების განვითარება. თუ შეიძლება რომ გამოვიყენო ამასთანავე შესაძლებლობა, სანამ ინფორმაციას გავაცნობდი და უდიდესი მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას, ჩვენ რუსთავის ქალაქის მერს ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს, რუსთავის დეპუტატებს ალექსანდრე დალაქიშვილს, ირაკლი შატაკიშვილს, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, რა თქმა უნდა ჩვენი კლუბის პრეზიდენტს მამუკა ხელაიას იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, ვინაიდან მათი უდიდესი ძალისხმევით რუსთავს გააჩნია ეხა საფეხბურთო გამართული ინფრასტრუქტურა და ასევე ჩვენს ქალაქში შენდება UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონი, რაც 8000 მაყურებელზე არის გათვლილი. ეს ყველაფერი რომ არა, ალბათ ამ კემსაც ვერ ჩავატარებდით, რომ არა ეს ინფრასტრუქტურა. ამიტომ 3-დან 7 ივნისის ჩათვლით, ველით 6-დან 16 წლამდე ახალგაზრდებს ჩვენს კემპში მონაწილეობისთვის, რათა მიიღონ ეს შესანიშნავი და უნიკალური საიდანაც ორი საუკეთესო ბავშვი გაემგზავრება უკვე პორტუგალიაში და იქ გაივლის შეკრებას ასაკობრივ გუნდთან ერთად. გაიცნონ ამ სპორტინგის სტანდარტებს, ასე ვთქვათ და სისტემას. მადლობა მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც მხარში უდგას ამ პროექტს და იმედია, რომ ბევრი წარმატებული ქართველი იქნება წლების შემდეგ პორტუგალიურ საფეხბურთო, ასე ვთქვათ, არენაზე და სპორტინგიც მომარაგდება ქართველი მოთამაშეებით. მე დაგემშვიდობით